დავადგინეთ არის თუ არა თითოეული გამოსახულება მეშვიდე ხარისხის ფესვი v კუბიდან გამოსახულების ეკვივალენტური, ანუ ამის ეკვივალენტური. მოდი ჯერ ვნახოთ ეს გამოსახულება საერთოდ ვინაა. ესე იგი, მაქვს მეშვიდე ხარისხის ფესვი, v ნიუსავით რატო წერა, ვიცი, v კუბიდან. ეს რას ნიშნავს? ვიცი რომ მეშვიდე ხარისხის ფესვი არის იგივე, რაც 1 მეშვიდედი ხარისხი, ანუ v კუბი ხარისხად 1 მეშვიდედი, აი ეს ჩანზე და ეს ჩანზე 1 და იგივეა. და რადგან ვიცი რომ ხარისხიან რიცხვს კიდე ხარისხში თუ ავიყვან, შემიძლია ხარისხები გავამრავლო, ეს არის იგივე, რაც v ხარისხად 3 მეშვიდედი, იმიტომ რომ 3 ჯერ 1 მეშვიდედი. ეხლა შევამოწმოთ. აქ მიწერია კუბური ფესვი v-დან და ეს აყვანილი მეშვიდე ხარისხში. მოდი ვნახოთ ეს რა არის. ესე იგი, კუბური ფესვი v-დან, აი ესე დავწერე. კუბური ფესვი v-დან და ეს აყვანილი მეშვიდე ხარისხში. ეს არის იგივე, რაც v ხარისხად 1/3 ხარისხად 7. და ამათი გამრავლებით ხედავ რომ ეს არის v ხარისხად 7/3. და v ხარისხად 7/3 აშკარად განსხვავდება v ხარისხად 3 მეშვიდედისგან, ამიტომ ამის პასუხი იქნება რომ არ არის შესაბამისი, არ არის ეკვივალენტური, ამიტომ x-ის ქვეშ გავაფერადე. შემდეგ v ხარისხად 3 ხარისხად 1 მეშვიდედი აშკარად მიწერია კიდეც რომ არის იგივე რაც საწყისი გამოსახულება, ამიტომ ეს ეკვივალენტურია, ანუ ტოლია იგივეა და v ხარისხად 3 მეშვიდედიც აგერ მივიღე რომ არის ზუსტად იგივე რაც ეს საწყისი გამოსახულება. ამიტომ მივიღე რომ ესეც არის ეკვივალენტური, ანუ ტოლი. მოდი კიდევ გავაკეთოთ 1-2. აქ მოცემული გვაქვს განტოლება და ეს განტოლება სამართლიანია, როცა ჟ მეტი არის 0-ზე და d მუდმივი რიცხვია. რისი ტოლია d-ს მნიშვნელობა? ნუ, გვეუბნებიან ესე იგი, რომ გვაქვს მე-6 ხარისხის ფესვი ჟ ხარისხად 5-დან და ეს უდრის ჟ ხარისხად d-ს. მოდი, უბრალოდ გადავწეროთ ეს ფესვი როგორც ხარისხი. ანუ ეს არის იგივე, რაც ჟ ხარისხად 5 აყვანილი 1/6 ხარისხში, ხო? ანუ მე-6 ხარისხის ფესვი არის 1/6 ხარისხი. ეს უდრის ჟ ხარისხად d-ს. და ახლა ერთი ნაბიჯი რჩება რომ ეს ხარისხები შემიძლია გავამრავლო, ანუ მაქვს ჟ ხარისხად 5/6, ტოლი არის ჟ ხარისხად d-სი. ეს ორი გამოსახულება იქნება ერთი და იგივე, თუ ხარისხები იქნება ერთმანეთის ტოლი, იმიტომ რომ ფუძეები ტოლია. ანუ გამოდის რომ აი ეს 5/6 და ეს d არის ერთი და იგივე, d უდრის 5/6. აი ეს არის ამ გამოსახულების პასუხი. და მოდი ბოლოს გავაკეთოთ. ბოლოს საინტერესოა ჩემი აზრით და გირჩევთ ჯერ დააპაუზოთ, სადოთ თქვენ თვითონ და შემდეგ გავაკეთებ მე. სადაც იმედია. და ახლა მოდი დავიწყებ. ჯერ ისევ და ისევ გადმოწერ უბრალოდ გამოსახულებას, მაქვს ერთი გაყოფილი მე-7 ხარისხის ფესვი x-ზე და ეს უდრის x-ი ტოლია d-ს. ხო, პირობა აქაც იგივეა, მოცემული განტოლება სამართლიანი არის და სამართლიანი როცა x-ი ტოლი მეტი არის 0-ზე და d მუდმივი რიცხვია. ანუ იგივე პირობა მაქვს თითქმის. და რის ტოლია d აქაც მეკითხებიან. ახლა მოდი ეტაპ-ეტაპ გავყვეთ აი ამ წილადს. ნუ პირველ რიგში მოდი ეს ფესვი გადავწეროთ ხარისხის სახით. ანუ მე სინამდვილეში აქ მიწერია ერთი გაყოფილი x-ის 1/7 ხარისხზე და ეს უდრის x ხარისხად d-ს. ახლა მოდი ესეთი რამე გავიხსენოთ. მე თუ მაქვს რაღაცა რიცხვი მნიშვნელში და ნუ რაღაც ხარისხშია. ხომ შემიძლია ვთქვა რომ ეს არის იგივე, რაც ეს რიცხვი მრიცხველში, ოღონდ ამისი საპირისპირო ნიშნის მქონე ხარისხით. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, ეს არის იგივე, რაც x-ი ხარისხად -1 მეშვიდედი. რატომ? იმიტომ რომ გავიხსენოთ რომ მე რას ვამბობ აქ? მე ვამბობ რომ მაქვს x ხარისხად 1 მეშვიდედი შებრუნებული. ანუ ერთი გაყოფილი x ხარისხად 1 მეშვიდედზე. და მე ვიცი რომ x ხარისხად 1 მეშვიდედი შებრუნებული არის x ხარისხად -1 მეშვიდედი. ანუ ესენი ერთმანეთის ტოლი რაღაცებია. და ამიტომ მე ეს შემიძლია გადმოვწერო როგორც x ხარისხად -1 მეშვიდედი. თუ არ გახსოვთ ზოგადად გაგახსენებთ რომ x ხარისხად -a არის ტოლი ერთი გაყოფილი x-ი ხარისხად a-ზე. აი ამის. და ეგ გამოვიყენეთ აქ. და ეხლა ეს ისევ და ისევ უდრის x ხარისხად d-ს და აქედან გამომდინარე ვიღებთ რომ თუ მინდა რომ ეს ორი გამოსახულება ერთმანეთის ტოლი იყოს, მაშინ ამათი ხარისხები უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი. და ანუ გამოგვდის რომ d ტოლი არის -1 მეშვიდედის.